მოგესალმებით ძვირფასებო. ოდესმე ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ რაღაცაზე ფიქრობდით და მალევე იგივე სიტყვა, რიცხვი ან ინფორმაცია სხვადასხვა ადგილას შეგხვდათ. ან იქნებ დიდი ხნის უნახავ ადამიანზე გიფიქრიათ და რამდენიმე წუთში მისგან შეტყობინება მიგეღიათ. შესაძლოა გეგონოთ, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა, მაგრამ რა მოხდება თუ სინამდვილეში ეს შემთხვევითობა კი არა, სამყაროს განსაკუთრებული ენაა. დღეს ვისაუბრებ სინქრონულობაზე, იდუმალ მოვლენაზე, რომელიც ჩემი აზრით სამყაროს საიდუმლო კოდია და რომელიც გვიჩვენებს, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი გაცილებით ღრმად არის დაკავშირებული ერთმანეთთან, ვიდრე წარმოგვიდგენია. რა არის სინქრონულობა? სინქრონულობა არის მოვლენების ისეთი დამთხვევა, რომელსაც ღრმა შინაგანი მნიშვნელობა აქვს. ეს ის მომენტია, როდესაც თითქოს სამყარო გპასუხობს, როდესაც შინაგან კითხვაზე პასუხს მოულოდნელად წიგნის ფურცელზე, სიმღერაში, ვიდეოში ან სრულიად უცნობი ადამიანის სიტყვებში იღებ. სინქრონულობა ხშირად მაშინ ჩნდება, როდესაც ცხოვრების მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე დგავართ. თითქოს უხილავი ძალა მიგვანიშნებს, სწორ გზაზე ხარ. და მაინც არსებობს თუ არა შემთხვევითობა. ბევრი სულიერი სწავლება ამბობს, რომ სამყაროში არაფერი არ ხდება სრულიად შემთხვევით. ამაზე ჩვენი ინტუიცია და ცხოვრებისეული გამოცდილებაც მიგვანიშნებს. ყოველი შეხვედრა, ყოველი გამოცდილება და ყოველი გამოწვევა შეიძლება უფრო დიდი სურათის ნაწილი იყოს. როდესაც ცნობიერად ვცხოვრობთ, ვამჩნევთ, რომ თითქოს მოვლენები ერთმანეთთან უხილავი ძაფებით არის დაკავშირებული. ზოგჯერ ერთი პატარა გადაწყვეტილება მთელი ცხოვრების მიმართულებას ცვლის. და ხშირად სწორედ სინქრონულობა გვიჩვენებს ამ კავშირებს. სინქრონულობის ყველაზე გავრცელებული ნიშნებით შეიძლება ხშირად ხედავდე ერთსა და იმავე რიცხვებს, მაგალითად 1-1-1, 2-2-2, 3-3-3 და ასე შემდეგ. ან მუდმივად ხდებოდეს ერთი და იგივე სიტყვა, სიმბოლო ან თემა. შესაძლოა მოულოდნელად შეხვდე ადამიანს, რომელიც ზუსტად იმ ინფორმაციას მოგაწვდის, რაც იმ მომენტში ყველაზე მეტად ჭირდებოდა. ეს ნიშნები შეიძლება სხვადასხვა ფორმით მოვიდეს. თავარია იყო ყურადღებით. სამყარო ხშირად ჩურჩულით გველაპარაკება და არა ხმამაღლა ან ყვირილით. რატომ და როდის ჩნდება სინქრონულობა? როდესაც ჩვენი აზრები, ემოციები და განზრახვები ერთმანეთთან ჰარმონიაში მოდის, თითქოს სამყაროს ენერგიასთან ერთ ტალღაზე ვერთვებით, ერთ ენერგეტიკულ სიხშირეზე ვვიბრირებთ. ამ დროს უფრო ხშირად ვამჩნევთ შესაძლებლობებს, რომლებიც ადრე შეუმჩნეველი გვეჩვენებოდა. სინქრონულობა შეიძლება ნიშნავდეს სწორ მიმართულებას,
ცვლილებების მოახლოებას, ახალი შესაძლებლობების გამოჩენას, ან უბრალოდ შეხსენებას იმისა, რომ მარტონი არ ვართ. როგორ გამოვიყენოთ სინქრონულობის ძალა? პირველი არის ყურადღება. შეამჩნიე ნიშნები და გაითვალისწინე სამყაროს მინიშნებები. მეორე, მადლიერება. რაც უფრო მადლიერი ხარ, მით მეტად იწყებ სამყაროს მხარდაჭერის დანახვას. მესამე, ინტუიციის მოსმენა. როდესაც რაიმე მოვლენა შენში განსაკუთრებულ შეგრძნებას იწვევს, უგულებელ ყოფ მას. მეოთხე, პოზიტიური განზრახვა. განსაზღვრე რა გინდა სინამდვილეში და ენერგია ისკენ მიმართე. რაც უფრო ნათელია შენი შინაგანი მიმართულება, მით უფრო ადვილად შეძლებ სამყაროს მინიშნებების ამოცნობას. სინქრონულობის ინტენსივობა დამოკიდებულია ჩვენი ცნობიერების დონის ამაღლებაზე. რაც უფრო მეტად ვიღვიძებთ სულიერად და ცნობიერების მაღალ სიხშირეზე გადავდივართ, მით უფრო ხშირად ვამჩნევთ სინქრონულობებს, ანუ დამთხვევებს. თითქოს ცხოვრება იწყებს ჩვენთან თანამშრომლობას. კარები იხსნება საჭირო დროს. საჭირო ადამიანები ჩნდებიან საჭირო მომენტში. პასუხები მოდის მაშინ, როცა მზად ვართ მათ მისაღებად. ეს არ ნიშნავს, რომ სირთულეები აღარ იარსებებს. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერში უფრო ღრმა აზრის დანახვას ვსწავლობთ. შემდეგ ჯერზე, როდესაც უცნაურ დამთხვევას შეამჩნევ, იჩქარებ მის შემთხვევითობად ჩათვლას. შესაძლოა ეს სამყაროს გზავნილიც იყოს. შესაძლოა ცხოვრება გიჩვენებდეს, რომ სწორ გზაზე ხარ. გახსოვდეს, როდესაც გულით უსმენ სამყაროს, ის ყოველთვის პოულობს შენთან საუბრის გზას. იყავი ღია, იყავი ყურადღებიანი და ენდე ცხოვრების დინებას. შესაძლოა სწორედ ამ მომენტიდან დაიწყოს ის საოცარი ცვლილება, რომელსაც დიდი ხანია ელოდები. თუ მოგეწონა ჩემი გზავნილი, დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი და გაუზიარე მათ, ვისაც ეს გზავნილი სჭირდება. სიყვარულით და სინათლით გისურვებ უსაზღრო ბედნიერებას.